გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ესე იგი, როგორც დაინახეთ, ღვინო დადუღდა ბოჭკაში, ანუ კასრში. ხო და ეხლა მინდა გადავიღო. ხო და რა ვიცი, რაღაც ზედმეტი წუწაობის გარეშე მინდოდა რომ ეს პროცესი მომხდარიყო. გავიკითხე, გამოვიკითხე, რა თქმა უნდა და ერთ-ერთმა ადამიანმა გამოცდილმა მასწავლა რომ წუწაობის გარეშე, ანუ შეიძლება ღვინო გადავიღოთ ესე და რა ვიცი, ყოველგვარი იქ ზედმეტი თხლე ქვია თუ რა ვიცი, რა ქვია ნარჩენების გარეშე. ესე იგი, ვიღებთ მილს, აი მილი, პლასტმასის მილს აქვს ბალგარკით ჩახერხილი, სასურველია ბოლომდე არ იყოს. აქ გაცხელებით შევყეცე, რო არ შეიტანოს თხლე შიგნით და ესე იგი მთელ წრეზე ესე ვთქვათ. რა თქმა უნდა, ღვინის ამოღების დროს აღარ დამირევია ღვინისთვის რომ არ აირიოს ზედმეტად. ხო, მერე რა ხდება? პროცესი ესე იგი, შევა სუფთა წვენი, აი ამ ჭრილებში. არის მერე მილი, სილიკონის, რა ვიცი, რეზინის და გარეთ დავდგი ბოცები. აი ბოცები გარეთ დავდგი. ესე იგი, გამოვქაჩავთ და რა ვიცი, წამოვალვათ სუფთა წვენი. ყოველგვარი ზედმეტი არჩენების გარეშე. ხო, რა ვიცი, მოხარული ვიქნები თუ ვინმეს გამოადგება ეს ხერხი, რა თქმა უნდა, ეს შემოგონილი არ არის. რა ვიცი, ვინც მოიგონა, მადლობა იმას. კარგით. კარგად ბრძანდებოდეთ და კიდევ გადავიღე პატარა ვიდეოს რომ ჩამოვა ესე იგი ღვინო. через ამ მილით ესე ვთქვათ და ნახოთ ერთი როგორი წამოვა. კარგით. კარგად.